Ების ფარგლებში რაც უნდა ვნახოთ, ეს გახლავთ რძის ჯადოსნურ ექსპერიმენტზე შევეხებით, რაც პატარებში მეცნიერებისადმი ინტერესს ბადებს, მის მოსამზადებლად ბავშვები თავად არიან ჩართულები და საკმაოდ დიდხანსაც ერთობიან. ვნახოთ ნინცა როსტიაშვილის სიუჟეტი ამ თემასთან დაკავშირებით. რძის ჯადოსნური ექსპერიმენტი უნდა მოვამზადოთ დღეს, რომელიც პატარებში მეცნიერებისადმი ინტერესს ბადებს, მის მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო არის საჭირო, თუმცა ამავდროულად ჩვენი ბავშვები საკმაოდ დიდხანს ითამაშებენ. დღეს ბლოგერი გვანცა ჯოხარიძე თავის 4 წლის ბაჩესთან ერთად გვათამაშებს სახლში დილამშვიდობის მოგესალმებით. Დაგვჭირდება მხოლოდ რძე, საკვების საღებავი, ყურის ჭხირები და ეს არის სარეცხი საშუალება ჭურჭლის ჟელე. დაგვჭირდება რაც შეიძლება ცხიმიანი რძე, იმიტომ რომ შემდგომ ეს რძის ცხიმი შედის რეაქციაში სარეცხის საშუალებასთან. ვასხამთ, ძირი უნდა დაიფაროს ამ დროს და სხვადასხვა ადგილას ვაწყვეტებთ საკვებს საღებავებს. აბა დავიწყოთ. ვიღებთ ყურის ჭხირს. ვადებთ სარეცხის საშუალებას და ვდებთ შუაში. აბა მიდი ვაჩე რა გამოგვივა ვნახოთ. ამ თამაშის შეთავაზება შეგვიძლია თითქმის წლინახევრიდანაც, რა თქმა უნდა დედის მეთვალყურეობით, მაგრამ 3 წლიდან უკვე ბავშვს შეუძლია თავადაც მარტივად შეძლოს ეს ყველა მოქმედება, რაც ამ თამაშისთვის, ამ ექსპერიმენტისთვის გვჭირდება. და რა ვითარდება ამ დროს? ამ მარტივი თამაშის დროს ვითარდება ბავშვის კონცენტრაციის უნარი, აკვირდება თუ როგორ იშლება ფერები და ერთმანეთს ერევა ეს ჯადოსნურად. ასევე სენსორული განვითარებისთვის არის ძალიან კარგი და ბავშვისთვის მე ვაჩეს ძალიან უყვარს ეს მეცნიერული რაღაც ახალი აღმოჩენები და პატარა ასაკიდან უკვე უვითარდებათ ეს აღმოჩენების მეცნიერებისადმი მიდრეკილება და ძალიან დიდი ფანტაზიის უნარი უვითარდებათ ბავშვებს ამ დროს. ძით უკვე ვითამაშეთ, ახლა დრო არის ორცხობილები მოვხატოთ, ხო? დავიწყოთ? ამასობაში შემოგვიერთდა ბაჩეს მეგობარი 4 წლის თაია, რომელთან ერთადაც მოვხატავთ ორცხობილებს და გვანცა შეიძლება მარტივად ჟღერდეს ხომ? ორცხობილების მოხატვა, თუმცა ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანი რამ ვითარდება ჩვენს პატარებში. მოდი გითხარი, რატომ არის მნიშვნელოვანი მსგავსი ტიპის აქტივობით დაკავება? კი, ამ ვითომ მარტივი აქტივობით ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი უნარები უვითარდება ჩვენს პატარებს. პირველი ეს ჩავთვლი, რომ არის წვრილი მოტორიკა, იმიტომ რომ ზელენ თვითონ ეხებიან ამ ტექსტურას, შემდგომ უკვე ეს არის სენსორული განვითარება. ასევე მოთმინების უნარი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ელოდებიან თუ როდის გამოვა გამომცხარი უკვე ეს ლამაზი ორცხობილები, სოციალურ განვითარებას, ერთად მუშაობის უნარს, მოთმინების უნარს, ასევე ფერების აღქმა, თვითგამოხატვის უნარი, თუ როგორ შეიძლება რომ მოხატოს ბავშვმა ეს კონკრეტული სხვადასხვა ორცხობილა და ასე შემდეგ. დავიწყოთ მოხატვა? კი, დავიწყოთ. ამ აქტივობის მზადებისას მგონი რომ ჩვენმა პატარებმა პირით კბილადაც ჩაიტკბარუნეს, ხომ? კი, საკმაოდ. ვთვლი რომ კულინარიული აქტივობები ბავშვებისთვის მხოლოდ თამაში არ არის. ეს არის აი მე თვითონ გავაკეთე ემოცია და ამის განცდა ბავშვის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა უნდა გითხრა გვანცა იმისათვის რომ გვასწავლე და გვირჩიე ასეთი საინტერესო სიამოვნებით. მე კი დაგემშვიდობებით უკვე მომდევნო რუბრიკამდე.